მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ვიწყებთ გადაცემას ახალი პარადიგმა. მე თენ გოუმანიძე გახლავართ, ხოლო ჩემი დღევანდელი სტუმრები იქნებიან ისტორიკოსი ბატონი ედიშერ გვენეტაძე და პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი ბატონი თემურ პიპია. მოგესალმებით ბატონებო, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. სანამ დავიწყებთ საუბარს და საუბარი მინდა დავიწყოთ დღეს მომხდარი ჩემი აზრით ძალიან მძიმე ფაქტით, ვაკის ეკლესიაში იცით მამაშალვა კეკელიას მიუვარდნენ მომიტინგეთა რაღაც ნაწილი და იყო ასე თქვა სიტყვიერი ძალიან ცუდი სანახავია ეს ყველაფერი, ცუდი მოსასმენია, მაგრამ მინდა რომ მაყურებელს კიდევ ერთხელ შევთავაზოთ ეს ვიდეო მოვასმენინოთ რა მოვლენებს ჰქონდა დღეს ვაკეში ადგილი და შემდეგ თქვენთან გადმოვალ ბატონო ედიშერ შეფასებისთვის. იესო და წვეს რუსთაველზე, იესო და წვეს რუსთაველზე. სადნახეთ, მანახეთ, სადნახეთ. ჩინეთიდან გამოწერულ კუბოზე იყო იესო გამოსახული. რასაც უებს ხალხს ვისაც უებს. იტყუებით, თქვენ ხარ დაწყვარები. არ შეიძლება თქვენ ხალხის გვერდით უნდა იგიგეთ. დავეცუ ხალხში ვიდაკეთელი ჩემი ცხოვრება. პროპაგანდისტი. საშინელება. ეგ არის საშინელება. ადამიანის ცემაზე, ცუდი, დედამიწაზე არაფერი არა. საშინელებაა და ყველა ადამიანი, ვინც ადამიანზე ხვერს აღმართავს და ვინც ბავშვს გაალახავს, არის ღვთის გმობა და ადამიანის გმობა. ეს არ შეიძლება. ხო? თქვი ქადაგებაში. ქვიდა დაუგმეკიდევაც. გავაპროტესტე ბავშვების ცემა, ვინ არ გავაპროტესტა? პირველი მე ვთქვი და როდესაც გაალახეს ბავშვი გავაპროტესტე. როდესაც ნახეთ ჩემი ინტერვიუ თუ არა გავაპროტესტებული. მამაშალო, ბევრი სასულიერო პირი ქაშვეთანაც იყო ხოლმე დარბევების ქაშვი, როგორ არ ვიყავი ქაშვი და პარაკლისზე ვიყავი ქაშვეთში. გარეთ იყავი? ქაშვეთში ვიყავი პარაკლისზე. ქაშვეთზე ვიყავი, მაგრამ მე ყოველდღე ვიხდი პარაკლისს და ღამისების ვატარებ წერს რომ დაძაბულობა და ხალხი ერთმანეთი არ დახოს მაგის გამო. ყოველდღე ვლოცულობ და ერთი წუთი არ ვძინებია. ჩემი ქვეყანა და ჩემი ერისთვის. ეს არის მე რო დაჭიდება ღვთელი მე ისევე ჩვენ გვეძახია. რო არ დაესრულება შვილი ვინ უნდა მივიდეს სამხალხთან. გაგვანადგურეთ, მას შეგვიყო კომუნისტების დროს. გაგვანადგურებდით ღლებს და იმას. აბა მოდიხლე, ვიყვირი ხართ აქ ეკლესიაში. ატო გვიყვირი ვართ. სად არის ეკლესია? ეკლესია იქაც და ეკლესია. ხალხი გვიყვირი საკიდან. და ეს ხალხი მოსულ ეკლესიაში. ატო გვიყვირი ვართ ეკლესიაში. როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა ეკლესია შეიძლება ეს მოიქცეთ? პატრიარქის რო აგინებდნენ, აი პატრიარქს რო აგინებდნენ, მაშინ ტელევიზიიდან არ აგინებდი პატრიარქს არ აგინებდი. პატრიარქს აკითხები. არ არის ეს რა ეკლესია გაუხდა. ამ ტელევიზიებიდან არ აგინებდი. აქ თქვენ რასაც აკეთებ ჩვენზე? არ არის ეს რა. არ არის და გაუხდეთ ქვეყანა. გაუხდეთ. თქვენი პატრიარქი არა ილია მეორე? თქვენი პატრიარქი არა ილია მეორე? არა თქვენი პატრიარქი. ეკითხებით, არა თქვენი პატრიარქი ილია მეორე? არ არის შენი პატრიარქი ილია მეორე? თქვენი ტელევიზიიდან არ არის. არა ხარ. შენი მოხვედით აგინებ და თქვენ ჩვენ გვარადოთ შეწადით ახლა მოხვედით თქვენი ლანცკებიებში ხოლმე ჩვენ ჩემი შვილები და ეს 28 ქუჩაში ვდგავა რა ქვია ბავშვები მოდიან ბავშვები მოდიან რომლებიც წირიან სკოლაში რა ვზალადო სკოლაში რო ერთმანეთს გადაკიდეთ ბავშვები აქ მოდიან ტირილი სკოლაში იმიტომ რომ უნამუშოდ იქცევით სკოლა ბავშვები ვინც გადაკიდეთ ჩვენთან მოდიან აქტირიან ბავშვები არ ვიჩქიმებით ხელში ამოყვეთ ბრუნდებით ეთერში საკმაოდ მძიმე სანახავია ალბათ ეს ყველაფერი რაც გინდა იყოს
მართლაც აი რა განწყობაზეც არ უნდა იყო ადამიანი ეკლესიაში მივარდნა, გლების შეურაცხყოფა, ჩვენ ნახეთ იესოს გამოსახულების დაწვა, ეხლა კადრებში იძახის ჩინეთიდან იყო გამოწერილი ის კუბო და რა უნდა იქ იესოს, ეხლა რა ვიცი რა ჩვენ თვალით რაც ვნახეთ, იმაზეც გვიმტკიცებენ რომ ეგ არ არისო. აბა ვინ იყო ერთი აი სასახლეზე მეტი ვინ იყო გამოსახული, საინტერესო იქნება მათი აზრი. მაგრამ აი ბატონო ედიშერ, შემდეგ იყო სხვათა შორის გამაშალვას ქონდა ჩართვა სოციალურ ქსელში, ლაივში ისაუბრა ამ საკითხებზე, შეადარა ეს ყველაფერი საუკუნის წინანდელ მოვლენებს, როდესაც მაშინაც აი იყო ხო ეს ეკლესიაში მივარდნები, ბევრად უფრო მძიმე სურათი იყო მაშინ, რა თქმა უნდა. სწორი არის თუ არა თქვენი აზრით ეს პარალელი და აი რა მოვლენასთან გვაქვს ეხლა საქმე წესით ხო ეს პროტესტის მონაწილეები თვითონ უნდა იყვნენ დაინტერესებული რომ ისეთი ფორმებით გამოხატონ ეს პროტესტი რაც შეიძლება მეტი ადამიანის სანდოობა მეტი ადამიანის პატივისცემა პოზიტივი დაიმსახურონ რატო იქცევიან ესე თვითონვე უწევენ საკუთარ თავს დისკრედიტაციას თითქოს ხო თუ გონიათ რომ ეხლა მოწონს ეს ქართულ საზოგადოებას მოგესალმებით ბატონებო მივესალმები მაყურებელს და ასგასვით მინდა აღნიშნო რომ ეს ერთი ცენტრიდან დაწერილი სცენარია. ერთი ცენტრიდან დაწერილი სცენარის ორგანულად შემადგენელი ნაწილი და შევეცდები ახლა ეს ახსნა. ქართველი კაცისათვის ყველაზე მეტი მძიმე რაც არის ეს არის შეტევა რწმენაზე. შეტევა მის სახელმწიფოზე და შეტევა მის ენაზე, რომელიც ჩვენ ფაქტობრივად ჩამოგვიყალიბა იმ საქართველოს უგვირგვინო მეფემ რომლის სახელი და გვარია ილია ჭავჭავაძე და შემთხვევით არ იყო ჩემო ძვირფასო ბატონებო, როდესაც მამული ენა სარწმუნოება შეცვალეს ერთობით. გახსოვთ? კი. ამას კიდევ მოვიგონოთ მთელი რიგი ფაქტები ამ პროცესების შესახებ. ნახეთ, როგორ ჯაჭვურ რეაქციაში ჯდება ეს ყველაფერი ერთმანეთთან. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რას აკეთებდა ეს ადამიანები აგერ 3, 4, 5 დღის უკან. გაუგონერია, მე მგონი ბატონო თემურ, როდესაც სკოლის მოსწავლეებს მოუწოდებდნენ ქუჩაში გამოსვლისათვის. ცოტაც დააგვდათ საზოგადოების რეაქცია რომ არ ყოფილიყო ასეთი, ალბათ მივიდოდნენ და ბაღის ბავშვებთანაც მევიდოდნენ. ბაღის ბავშვები გამოიყვანეთო. რა ვიცი, პირველ კლასელ ბავშვს და ბაღის ბავშვებს რა განსხვავება ერთი. ეხლა მივაქციოთ კიდე ერთ რაიმეს ყურადღება. ერთი ცენტრიდან დაწერილი სცენარია. რა ხდებოდა უკრაინაში? რა ხდებოდა კიევის მაიდანის დროს? ნახეთ, როგორი სიტუაცია იყო, რომ იქ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ეგრეთ წოდებული LGBT-ს წარმომადგენლები. გვახსოვს, იყვნენ, მიდიოდნენ. უნდა ყოფილიყო ცოლქმარი, ახალდახორციელებული ცოლქმარი და ვიღაცას ერთი დამტრეული ნიკოიას დროინდელი როიალი თუ პიანინოზე უნდა გამოეთრიათ და იქ უნდა დაეკრა რაღაცა გულის ამაჩუყებელი რომელიღაც ან შოპენის ან სხვა რომელიმე ლისტის ან სხვა ვინმეს ჰანგები. მე ვიღაცა ლამაზი გოგო უნდა მისულიყო პოლიციელთან, პომადა უნდა დაეჭირა ხელში და იმ პოლიციელის წინ ტუჩები უნდა გაესწორებინა. ეს ყველაფერი, მაგრამ ნახეთ, თქვენ გონია ამ ორგანიზატორებმა აქ არ იცოდნენ, რაში იყო საქმე, რომ ქართველ კაცს ყველაზე მეტად აგიჯებს, მამაკაცი, რომ მამაკაცთან ეგრეთ წოდებულ ჭყალებში ვლაპარაკობს ზასაობს. და ქალი ქალთან. ესეც გააკეთეს. რატომ? თქვენ გონია არ იციან, მაგრამ აი იმ პატრონების წინაშე არიან ვალდებულები. ვინაც მეცანი დააფინანსა ამისათვის ფულის გარეშე არაფერი არ კეთდება. და ეხლა ნახეთ, ეგ იყო არ გაჭრა ამ ამბებმა. ვერ გავიდა ბატონებო ეს ამბები საქართველოში ვერ გავიდა და ამიტომ ყველაზე მეტი მტკივნეული ადგილი რომელიცაა დაიწყეს იმ მტკივნეულ ადგილზე შეტევა, რომელსაც ქვია რწმენის საკითხი. რომელსაც ქვია ჩვენი დღევანდელ დღემდე ქართველებად მომყვანი რელიგიის ქრისტიანობისათვის შეტევა. და ეხლა ნახეთ 2-3 დღის უკან რიტუალური წესი ჩაატარეს, გინახავთ ეხლა 63 წლის კაცი ვარ, თქვენ ჩემზე ახალგაზრდები ხართ. საუბედუროთ და სამწუხაროდ უამრავ დასაფლავ დაკრძალვაზე ვართ ნამყოფი, მაგრამ გინახავთ სადმე კუბოზე გამოხატული იესო ქრისტეს სახე. არა, ნამდვილად გამიკვირდა ეს კი. ეს ხო საოცრება, აი მე მგონი ყველა დამერწმუნება, ვინც კი
დღევანდელ დღეს ჩვენ გვიყურებს ეს შემთხვევითობა. რა ბატონებო, ქრისტე ჯვარზე გააკვრეს და ამათმა დაწვეს. ეს ასე ზერელეთ ეს ფაქტები არ ხდება და ის ვიღაცა მეწოდება ის ბრიყვი რო გამოვიდა ახლა იმას არ ვიცი ან twin გადაბრუნებულია სუნთლიანად როგორიებიც იყვნენ ზუსტად 100 წლის წინ და შესაძლოა მოსყიდულიცაა მე ვერ დავიჩემებ ამას მაგრამ იმაც ის რომ ლაპარაკობს სად ნახეთ ქრისტეს გამოსახულებაო ბიჭო რა თუნდა ამას თქმა თელმა საქართველოს ტელევიზიები და მსოფლიოში რაც ტელევიზია ალბათ ყველა მუჩვენა და გვანახა ამ ადამიანების რეალური სახე. ამაც ცოტა წინ წავიწიოთ კიდე, ნახეთ. რომელი წელი იყო? შარშან არისო? როდესაც ის ვიღაც როთი რო ჩამოიყვანეს. კი, შარშან გამო. თქვენ არიციან კიდე იმ როთის ჩამოსვლა აქა რას გამოიწვევდა, როგორ გამოიწვევდა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ პატრონებისაგან დავალება აქვს და ეხლა არიან ძალიან მძიმე დღეში. რატომ არიან ძალიან მძიმე დღეში ჩემი გადასახედიდან? იმიტომ რომ ფაქტობრივად გუშინ ჩამოვიდა ევროპარლამენტთან დესანტი და ამ დესანტს 1000 კაცზე მეტი ვერ დაახვედრეს ახლა აქ. მე ნახეთ კიდე საინტერესო რაიმე. იქ ჩვენ ლაპარაკობთ იმ საკითხზე, რომელსაც ქვია ტროცკიზმის ანი და ბანი იყო ასეთი რამ. მე მოვკლავ დედას, მე მოვკლავ მამას თუ პარტია მომთხოვს ამას. ნახეთ აგერ ლაპარაკობს ის და ქვია ტროცკის იყო ეს ტროცკის. და ტროცკის კიდევ აქ ასეთი რაღაცა ნათქვამი. მოდითო 15 წელზე ზემოთო, ვინც არისო ყველაო დავხოცოთო. დანარჩენს აუხსნათო და ისინი აუზარდოთო ჩვენი ჭკუისო. ნახეთ რა თქვა პარალელი. ნახეთ რა თქვა ვაშაძე. მშობლებს დაუპირისპირდითო, კაცო, ეს გაუგონარი ფაქტია, ადამიანებო. გაუგონარი ფაქტია. მშობელს დაუპირისპირდით. დავწავია რომ მოვაო შეარწყვინეთ უთხარით რომ მშობელს დაუპირისპირდით. ესე იგი, თქვენი საკუთარი მშობლები უარყავითო. ახლა იმ შტერს, მე შტერად მიმაჩნია ეს ჭკვიანი როგორ იტყვის ახლა ქართულ სინამდვილეში გასწრებული კაცი ბატონ თემურ მაგას არასდროს არ იტყვის. ქართულ სუფრაზე დამჯდარი კაცი მაგას არ იტყვის. ქართულ თამადაზე მონასმენი კაცი ბოლოს და ბოლოს მაგას არასდროს არ იტყვის, მაგრამ ჩამოვიდა ერთხელ და ძალიან კარგად მე ისტორიკოსი ვარ და ჩემი ფაქტი ის არის მოვალეობარი ფაქტების აღრიცხვა, აღნუსხვა და შემდეგ დროთა განმავლობაში ამის შემდეგ ის ანალიზი. ჩამოვიდა ერთხელ და ძალიან კარგად მახსოვს კრიზისული სიტუაცია. ხო, როდის იყო შარშან მარტში ჩამოვიდა წინა დღეებში ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ესა და ის რო ყავთ კიდე დიდი ბედდოვლათი ხავეიშვილი. ხო და ესენი ახლა ეთყობა იმათ მაგათ იქა ესენი წაიყვანდნენ ისინი როგორ დაპატიჟებდნენ სადმე ახლა დაპატიჟეს ახლა ამათმა უთხრეს რომ მაქო ჩვენო ხელისუფლებას შევცვლითო და ხავეიშვილი ჩამოვიდა თვითმფრინავის ტრაპიდან ფეხი არ აქვს ჩამოდგული და ლაპარაკობს აქ დიდი ამბები მოხდებაო. ამ დროს სტალომე იქ მიდის. მე იმის ფონზე რო დააყენეს და დახოცეთ პოლიციელები რო ლაპარაკობს იქიდან ამერიკიდან და ახლა მთავარი მინდა გითხრათ ჩამოვიდა ეს ბრიყვი რომ იჭიმება ადიგენის სულგუნივით ხომში ჩაუთავ სამეგრელოში იციან ჩემო ბატონო კარგად იწელება მარტვილის და ადიგენის სულგუნები ისე იწელება ესა ვაშაძე და რას ლაპარაკობს კაცო ასეთ საოცარი რაღაცა თქვა ამერიკაში გადაწყდა რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ამ დროს ამას ამ ვაშაძეს დამთავრებული აქვს იურიდიული მქონე და საჯარო სპეციალობები აქვს და კაცმა შეიძლება შენ გითხრეს იქ მაგრამ პოლიტიკაში გინდა მოსვლა პოლიტიკაში გინდა ყოფნა და საწერია რომელ კონსტიტუციაში წერია ამერიკიდან უნდა იცვლებოდეს საქართველოში ხელისუფლება მაგათ მაგრამ ვინაიდან იმდენად მოწყურებულია ხელისუფლების შესვლაზე ეს გაგა და დავასრულებ ბატონო თენგის თქვენ შეკითხვაზე ახლა პასუხს და რა მინდა იცი გითხრათ ძალიან დიდი ბრიყვებია ბრიყვები არ არიან უბრიყვესები არიან კიდე ბიჭო არჩევნების მოგება თუ გინდა ახალ არჩევნებს იძახი ეხლა რო არჩევნები ჩატარდეს მითხარ და თქვა იმ ხმებსაც რო ვერ მიიღებთ რომელიც მიღებული გაქვთ ეს ამას ვერ ხედავთ ვერ ხედავენ მაგათ გონიათ რომ მთელი სახელმწიფო ამისთანა მე ასტრალს იქეთ რაღაცა სფერო ალბათ იქეთ გასული ხალხის ნახველი არა ვარ და მე მით უმეტეს კაცო ვერც ერთი თქვენთანგანი ვერ ბედა ტრიბუნაზე ასვლას
ისა რა ქვია მიტინგები მინახავს 88 წლიდან ამ მიტინგების მნახველი ვარ რა გავიდა 34 წელი ჩემო ბატონო მაგრამ ამისთანა ბრიყვებით რომ იყოს დატენილი ოპოზიცია ასე არაა ესენი ოპოზიცია ესენი არიან მეხუთე კოლონის წარმომადგენლები და მე მინდა ხელისუფლებას მიმართო რომ აუცილებლად საჭირო არის საქართველოში მოღალატის მუხლის მიღება რომელიც ამოღებულია სამშობლოს ღალატის ეს გააკეთა სააკაშვილმა და ამიტომ ეს აუცილებლად გასაკეთებელია და სახელმწიფო ჩემო ძვირფასო მეგობრებო არ არის მე ასე მიმაჩნია და ასე მასწავლეს და ასე ვიცი რომ ის არ არის საბავშვო ბაღი სახელმწიფო იმისათვის არის სახელმწიფო რომ მან აღასრულოს კანონი ტყუილს ვლაპარაკობ ხო ეხლა როდესაც ლაპარაკობენ იმის შესახებ ბავშვებიო ბავშვი ამ დროს მე მესმის ლოგინში ან წინგთან ან კომპიუტერთან არიკადაზე როდგაზა მოლოტოვს ისვრის კაცო ეხლა მე ერთ-ერთი მთავარი მომენტია კიდე და საოცარ გვექნება ჩვენ ამის შესახებ ალბათ საშუალება და ერთი ფაქტი დამისახელოს რომელიმე მათგანმა რომ პოლიციელი მივიდა რომელიმე მომიტინგესთან და ისე რომ პოლიციელისათვის და ანუ პოლიციელში სახელმწიფოა პოლიციელთან თუ ვინმე შეურაცხყოფა არ მიაყენა და მას როდესაც არ დაემუქრა მართლა სასიკვდილო აუცილებლობა მანამდე მან რაიმე იმას მიმართა ღონისძიებას მე მგონი ვერც ერთი იმიტომ რომ ტელევიზიით ხედავდით ყველა ჩვენთაგანი რას ითმენდა ჩვენი მართლა გმირი პოლიციელები ამის შემდეგ ძმაო ეხლა მეორე ამბავია შენ უტევ ვიღაცა ცხვირ მოუხოცავი ბავშვებით 500-ია თუ 600 იმით უტევ თუ ცხვირ მოხოცილი და ამავე დროს ძალიან ცუდად რომ აქვთ ერთ ცხვირები მოხოცილი სპეციალურად დატრენინგებულები უტევთ სახელმწიფოს ნომერ პირველ შენობას რომელსაც ქვია საკანონმდებლო ორგანო ის თუ ვერ დაიცვა სახელმწიფო ახლა მე ბატონ თემურის და ბატონ თენგიზ დაგვიცავს ამიტომ ძველ რომაელებს ჰქონდათ ასეთი გამონათქვამი ყველა კანონი ცუდია მაგრამ კანონია და იქვე ამატებდნენ კანონი უნდა ახსრულდეს ქვეყანა რომ დაინგრეს კანონი უნდა ახსრულდეს ნახეთ შემდეგ ჩემო ძვირფასო მეგობრებო როდესაც დაწყნარდნენ ჭყალებში ვლაბ დააწყნარეს უბრალოდ ჩამოართვეს ისა იარაღები თუ ასე შემდეგ იარაღი არის აბა რა არის ის რაც ხონდა კაცო ეხლა მაღაზიაში იყიდება დანა ხო იყიდება დანა მიგავს სახში რაღაც ამპური დაჭრა ან ხორცი დაჭრა ან რაღაცა მაგრამ შენ თუ წამოიღე ის დანა და შემდეგ ვინმეს დაარტყი აი იმ შემთხვევისათვის ის არა იარაღად სასიკვდილის გამომწვევი იარაღად ითვლება იმ შემთხვევაში ნებისმიერი ლეგალური პროდუქტი შეგიძლია იყიდება მაღაზიაში იყიდება კაცო მაგრამ ჩიცეს იმას იმ თობს თუ კაც ამას განსხვავება აქვს ხო და იმაზე ცხოველზეც არ შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში მასზე სროლა შესაბამისი ლიცენზია ეხლა მეო იმას ვესროლეო რა ქვია ხლაპუშკა თუ რაღაცა ჯანდაბა თუ ჯარხა პიროტექნიკა კაცო მე ვიცი რომ ვერ ვიტყვი ახლა ეთერში მაგრამ ძალიან ძიმე დაზიანებები აქვს ჩვენს იმ გმირ პოლიციელებს მიღებული და ეხლა სახელმწიფო არ იმოქმედოს რა თქმა უნდა სახელმწიფო უნდა იმოქმედოს და ამიტომ მინდა თქვა რომ არ შეიძლება ყველასათვის თავზე ხელის გადასრობა არც ერთ შემთხვევისათვის რატომ და ახლა დავასრულებ ამ კითხვაზე პასუხს რატომ იმიტომ რომ მეორე მნახოს მესამე მნახოს რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო და სახელმწიფოში არ შეიძლება იმ დანაშაულებრივი რომელიმე დანაშაულებრივი ქმედება სამართალს გარეთ დარჩეს და სამართალს გარეთ იყოს ამიტომ ფიქრობ რომ სახელმწიფო იქცევა როგორც იქცევა და ისინი რომ ლაპარაკობენ მშვიდობიანი მომიტინგეები ვართოთ და უკან რომ არიან ბიჭო თუ რო შეხედე ჩემო ბატონო რომ ეს ესვრის იმას პოლიციას ესვრის სახელმწიფო დაწესებულებას ან სიტყვარატობას არ ელაპარაკები ან მოცილდი იქაურობას და წამოდი ხომ იცი რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას საკუთარი ინტერესები ამიტომ მე ვერც ერთ შემთხვევისათვის ვერ გავამართლებ ვერავის იმას
ვინაც ჩაიდინა დანაშაული და მე მოდი ქართველების გამონათქვამია მოქნეული და მოზომილი არავის არ უნახავს ჩემობად. ამიტომ ყველამ უნდა ეცოდოს რომ კანონის ფარგლებში იყოს ჩამჯდარი და მისი მიხედვით იმოქმედოს. დიდი მადლობა. აი ესაა ჩემი ბატონ თემურ, თქვენთან მექნება ასეთი შეკითხვა მართლაც აი რაზეც ბატონი ედიშერიც საუბრობდა მთელ ამ კამპანიას, რასაც უყურებთ, თან ახლავს ერთი დამახასიათებელი ასე ვთქვათ ხაზი, ეს არის პოლიციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალოვანი უწყებების ზოგადად დისკრედიტაცია. დისკრედიტაცია ისეთი ფორმებით ზოგჯერ ეს მათ აქვთ, მათ შორის ვიდეო მტკიცებულებებიც და ვნახეთ და რა თქმა უნდა არის დასაგმობი ამაზე სხვა შორის აი მამაშალვას რაზეც მიუვარდნენ ეგარი რომ ძალადობას რატო არ გმოფო და იმ ადამიანმა ახსნა რომ როგორ არ გმოფ რაც ვნახე ის დაუგმეკიდეს და გადაგებაშიც თქვიოდა. კი ბატონო ჩვენს ვნახეთ მართლაც გადაცდომები აქციულ ადამიანს როგორ ურტყავს ვიღაც ამართალდამცავი და ეს გასაგებია, მაგრამ ამის გარდა იყენებენ ისეთ არგუმენტებს, რომლებიც არ ვიცი რაღაც ბუნებაში არ მგონია რომ მომხდარიყო, ან თუ მოხდა, ამას აუცილებლად მჭირდება მტკიცებულება, რომ მაგალითად ემუქრებოდნენ კეთებით გაუპატიურებით თურმე იქ მომაკვდავ ბავშვებს ავტობუსებში და საკუთარ სისხლს ასმევდნენ იქ სპეცრაზმელები, ესეთ ინფორმაციას გადმოსცემს ეხლა TV პირველები და ასე შემდეგ ეს ოპოზიციური ტელევიზიები. ანუ ეს ამას არ აქვს ისეთი სახე, რომ ვიღაცას უბრალოდ ან მოეჩვენა, ან სპონტანურად თქვა, ეს არის აშკარად აგეგმილი კამპანია, სამართალდამცავი უწყების მთლიანად დისკრედიტაციის კამპანია. თქვენი აზრით, აი რატო არის ამ შემთხვევაში პოლიცია მათთვის მთავარი სამიზნე და რას ისახავს ზოგადად მიზნად პოლიციის დისკრედიტაცია? 30 წელია პოლიტიკაში ვარ მე. და ყოველთვის ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი ვიყავი სოციალიზმის მომხრე და ვარ სოციალისტური სისტემის მომხრე და აი ამ სისტემის წინააღმდეგი, რომელიც ახლა არის. და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ისეთი მომენტი დადგებოდა, რომ მოუწოდებდი ხალხს იმ კონსტიტუციის და იმ კანონმდებლობის დაცვას, რომელიც აი ამ სისტემის მიერ შექმნილია და ამ სისტემას იცავს. აი დღეს ნამდვილად დადგა ისეთი მომენტი, როცა საქართველოს დგას პროფაშისტური, რევანშისტური ძალების ხელისუფლებაში მოსვლის საფრთხის წინაშე. მაგრამ ეს 2003-ში მოხდა უკვე საქართველოში და დღესაც ამ საფრთხის წინაშე ვდგავარ, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ 2003-ში არ იყო შექმნილი ისეთი ვითარება მსოფლიოში, რა ვითარებაც არის დღეს მსოფლიოში შექმნილი და რომელშიც შეიძლება საქართველოს ისეთ ადგილას გადავარდეს და ისეთ სიტუაციაში მოხდეს, რომ საერთოდ გაქრეს პოლიტიკურ რუკიდან. დღეს 2003 წლისგან 20 წელი გავიდა რა, სხვა მდგომარეობა. ჩვენ ვერ დაუშვებთ, რომ საქართველოში მოვიდეს პროფაშისტური, პროდასავლური ძალა ამჯერად, რომელიც საქართველოს გახვევს ომის ქარცეცხლში. იმაზე საუბარი არ არის, რომ ისინი რას გააკეთებენ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ამაში მაგალითად რომ გვაბრალებთო თქვენო. ანუ არავინ არ აპირებს ამ ქვეყანაში ომის დაწყებასა და საერთოდ რატო გაქვთ ესეთი შეხედულება, რომ თუ კი მაგალითად აი ეს ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, ეს აუცილებლად რაღაც სამხედრო კონფრონტაციასთან იქნება დაკავშირებული. აი თქვენ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? მაძლევს იგივე პოლიტიკური ფიგურები არიან, იგივე შინაარსის პოლიტიკური ძალები არიან. და არსად არ წასულა ის ძალა და მის უკანაც ვინც დგას, მაშინაც იდგა, მის უკანაც ვინც იდგა, ის დგას, ის ძალა დგას. აბსოლუტურად გეთანხმებით, აბსოლუტურად. აი ყველაფერი მეორდება თანაც. აბსოლუტურად გეთანხმებით. ჩვენ ხედავთ, მაგრამ რიტორიკაში შემჩნდება, რიტორიკაში, რომ ჩვენ ფაქტიურად ჩვენ გვაცხადებენ ქვეყნის მოღალატეებად. რომლებსაც არ აქვს უფლება არათუ პოლიტიკაში იყვნენ, არამედ საერთოდ საქართველოში იყვნენ. აი ეს მაძლევს ამის თქმის საშუალებას და კიდევ მინდოდა გამემახვილებინა ყურადღება იმასთან დაკავშირებით, რომ აი პოლიცია რა თქვენ მკითხეთ, შემოთენგო, რატომ? იმიტომ რომ პოლიცია დგას მის წინ. პოლიცია არის ძალა, რომელიც და უშიშროების სამინისტრო, რომელიც აკავებს მათ მოსვლას ხელისუფლებაში. პოლიცია და ძალოვანი სტრუქტურები რო არ იყვნენ, აი დაუშვათ უშიშროების მათ შორის სამინისტროც,
ისინი უკვე გააკეთებდნენ ცოდვის კალოს დაატრიალებდნენ საქართველოში. ხო, მაგრამ იქ პოლიტიკოსები არ დგანან. ესეც მათი არგუმენტია, რომ ჩვენ არ გავდივართ ნაცების მხარდასაჭერად, ჩვენი გავდივართ პროტესტის გამოსახატავად, თორე პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებსო, ესეთი კომენტარიც მოვისმინე, ადამიანი ქვეყნის ხელისუფლების შესულას ითხოვს და თან რო ეკითხები მერე რომ კაი ამას ვვლი და ვინ მოყავს, ეგ ჩემი საქმე არ არის, მე პოლიტიკა. ხო, მაგას შეასაქმე აქვს ბატონმა ანდრიშევმა, რას ის ვინც იქ დგას, ის გასაგებია, ისინი კი არ მოვლენ ხელისუფლებაში მოვლენ, აი ესენი ვაშაძეები და ეს ვინც არის ლიდერები. ამაზეა საუბარი, ამ პოლიტიკურ ძალაზე და მათ უკან ვინც დგას. როცა საუბარია თუ როგორ იქცევა პოლიცია, ეს ცალკეული შემთხვევაა იქ, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი შემთხვევებია, 1 2 3 ისეთი რომელიც შეიძლება არგუმენტად აიღო, რომ აი პოლიცია გაცდა კანონზე, ცალკეული შემთხვევაა. საერთო ჯამში ჩვენი პოლიცია იქცევა ძალიან დემოკრატიულად. შეხედოთ საფრანგეთის პოლიციის მოქმედებას ანალოგიურ სიტუაციაში. ყვითელი ჟილეტთან დამოკიდებულება სპარტაჟორის ყვითელი ჟილეტების მოთხოვნები იყო სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნები. აი ლეგიტიმურ მოთხოვნებს პენსიებთან დაკავშირებული, ხელფასებთან დაკავშირებული და ამ შემდეგ. და იმ ლეგიტიმური მოთხოვნების წინააღმდეგ როგორ იქცეოდა პოლიცია და როგორ ჩაახშო აი ეს 23 კაცი მოკლეს ოფიციალურად. აი ეს კადრები, ხშირად უნდა გავიმეოროთ ეს კადრები აქ. აი ჩვენს ტელევიზიაში, იმედში, იმ ტელევიზიებში, რომლებიც ამას გაუშვებენ რეკლამის სახით. და იქ ნახავს მოსახლეობა თუ რაზეა საუბარი. ჩვენი პოლიცია ძალიან რბილად იქცევა. ადეკვატურად იქცევა. და მე მოუწოდებ პოლიციას, რომ არ მოიქცეთ ასე. თუ გამწვავდა სიტუაცია, თქვენც უნდა მოიქცეთ შესაბამისად. უფრო გაამკაცროთ და მოქმედებები და დაიცვათ კონსტიტუცია და კანონიერება და ისინი აპირებენ ვითარების დესტაბილიზაციას. ეს მათ რიტორიკაში ჩანს, ეს სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლაში ჩანს. ეს აი ამ გაუგონარ მოწოდებებში ჩანს ბავშვებთან დაკავშირებით, რომ სკოლებში შედიან. და ეს სისტემურ ხასიათს ატარებს ბატონ ედიშერი, სრულიად მართალი ხართ, ერთი ცენტრიდან იმართება და ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ბავშვების გამოყვანა აქციებზე. სკოლის მოსწავლეების გამოყვანა აქციებზე. და აი ეს ერთად რო ავიღებ და ამ სურათს რო ერთად შევხედავთ, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ ისინი მიდიან დესტაბილიზაცია სამოქალაქო დაპირისპირებაზე და მათ შორის სროლაზე და შეარაღებულ დაპირისპირებაზეც კი წავლენ და სისხლის გვარი ისინი წავლენ. პოლიცია კარწავა, ისინი წავლენ. სხვა შორის უდად მენიშნა მე ეგ რომ ამ ოპოზიციურ ტელევიზიებზე არაერთხელ მოხვდა კადრში შეიარაღებული ადამიანის კადრებიც გვაჩვენეს, ხო, რომ იქ ვიღაცამ იარაღი ამოიღო, ვიღაცას იქ იარაღი გამოუჩნდა. მე როგორც აი ხა მედიაში ვარ, ხო, ამდენი ხანია და ძალიან კარგად ვიცი, რომ ტელევიზიაში აი გაპარული კადრი ეს არის 0.00 რაღაც პროცენტი რომ დაუშვა. რაც გადის ყველა კადრი, ყველა ზუსტი სამიზნე ხავს იმას, რატო გადის და გვაჩვევენ თვალს, მე ესეთი განცდა მაქვს, რომ უბრალოდ საზოგადოებას აჩვევენ, რომ ამ პროტესტს თან ახლავს იარაღი და მე ხა აი სტანისლავსკის მეთოდით საუბრობდით კიდეც, ხო, რომ იქ პირველ მოქმედებაში თუ იარაღი არის კედელზე, ის იარაღი მეორე მოქმედებაში უნდა გაისროლოს ვიღაცამ აუცილებლად და ამ მხრივ ნამდვილად არ გვაქვს ალბათ ჯერ დამშვიდების ვითარება სიტუაცია. ბატონო ედიშერ, მინდა გითხოთ ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. ხვალინდელი დღე არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და გულისხმობ რას? ერთი ის რომ არის პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც უნდა გაიმართოს პარლამენტში და აირჩევს საქართველოს ახალ პრეზიდენტს. ამასთან ერთად ქალაქის მერიამ ხვალ შვიცაძე დაანონსა სახელმწიფო ნაძვისხის ანთება და საზოგადოებას მოუწოდა შეკრებისკენ, ზეიმისკენ მოიყვანეთ ბავშვები, ვიზეიმოთ ყველამ ერთად. ამასთან დაკავშირებით ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტი, ჯერ კიდევ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას, უაზრო პროვოკაციას გვიწყობს ქალაქის ეგრეთ წოდებული მერი. სხვა შორის კალაძეს მაინც რატო ეძახიან ეგრეთ წოდებულს, ეხა ხო არ აგვირჩევია კალაძე ნამდვილად გასულია მომსახურების სფეროდან სალომე, გასული. ამ არჩევნებზე არ არჩეულა კალაძე, თავის დროზეა არჩეული და სხვა შორის ყველაზე უფრო მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული თანამდებობის პირი ეგ რჩება თბილისის მერი. მოკლედ ესე ამბობს, რომ უაზრო პროვოკაციას გვიწყობს ქალაქის ეგრეთ წოდებული მერი, რომელმაც დაგეგმა ხვალ 17 საათზე
ვითომ და ნაძვის ხის ანთება, თუ რამე მოხდა პასუხისმგებლობა მთლიანად და მხოლოდ პირადად მასზე იქნება. Როგორ ფიქრობთ, რატომ ელოდება პროვოკაციას ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი? რა პროვოკაციაზე შეიძლება ის საუბრობდეს? გასაგებია, რომ ახლა ქვეყანაში პოლარიზებული ვითარებაა, მაგრამ რას უნდა ველოდოთ, რომ იქ ახლა ნაძვის ხესთან შეკრებილ ბავშვებს ვინმე რამეს დაუშავებს და ამაზე გვაფრთხილებს პრეზიდენტი, თუ აი რასთან გვაქვს თქვენი აზრით საქმე? ერთი რამ თავიდან მე ბოლოში მინდოდა მეთქვა, მაგრამ თავიდანვე უნდა ვთქვა. ვინაიდან შედარებები გავაკეთე, მე-20 საუკუნის უდიდესი წიგნიდან უნდა მოვიყვანო ამონარიდი. როგორც არის დათა თუთაშხია. ამერიკის ელჩმა, რომელიც ასრულებს ახლა სხვა ელჩებთან ერთად, სხვა ელჩებზეც კაჟაია ბულავას როლს. ერთი დაიქნიოს ხელი და კაციშვილი არ იქნება ეხლა ამ ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერებისგან დარჩენილი. ხო სწორს ვლაპარაკობ ბატონო თემ. კი ბატონო. ეს იყოს, ეს არის იმ მიმავალ ისტორიის როგორ გითხრათ კანალიზაციაში მიმავალ სამწუხაროდ ბაიდენის ადმინისტრაციის უკანასკნელი გაბრძოლება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რასაც აკეთებს და ეს არის ერთ-ერთი მისი ორგანული შემადგენელი ნაწილი, რაც საქართველოში ხდება. ბიჭო, ჩემს სოფელში აგერ, ჩემო ბატონო 250 კილომეტრია აქედან. ვერ ჩავსულვარ და ვერ მივდივარ საახალწლოდ, იმიტომ რომ ფული არ მაქვს ჯიბეში. იმათ წეღან რომ ვლაპარაკობდით, იქს რო დარბიან, ზოგს მეგაფონი აქვს, ისა ნანუკად ხაჭაპურებს რო უცხოს თუ ლობიანებს თუ ჩაის თუ ყავას, ფული არ ჭირდება. ანდა ვინ დამაჯერებს ახლა? ვინ დამაჯერებს იმას? გასულია პავკა კორჩაგინის დროინდელი იდეა. წასულია უკვე მსოფლიოდან, მსოფლიოს სიტუაციებიდან და მით უმეტეს ამ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან, რომ იქ ღამეებს ათევდნენ უფულოდ ვინმე. გამორიცხულია კაცო ეგა რა. ანდა მეორე ამბავია, ვინ მიიტანა იმდენი ის პიროტექნიკა? ვინ შეიძინა იმდენი მოლოტოვის კოქტეილისათვის საჭირო ნივთები? სტუდენტებმა თურმე თავის თვით ინიციატივა. ეხლა ეს მოატყუონ ბებიამისებს. ეგ არის 21 საუკუნეა კაცო, ყველაფერი ვიცით. ამიტომ ეხლა სალომე რასაც ლაპარაკობს, სალომე ვინ ალაპარაკებს? კაჟაიები. კაჟაიებულიები ბულავები ალაპარაკობენ. გახსნეს ფარდადად სალომეს, როცა აუქნევენ ხელს, მაშინ ხან იქეთ გადააფრენენ, ხან აქეთ გადმოაფრენენ და ხან რაღაცა ამისთანა აბსურდებს ალაპარაკებენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ხალი დამნაშავეა, ბატონო თემურ. წმინდა წყლის დამნაშავე კაცობრიობის ისტორიაში მე ვფიქრობ ჰიტლერიც არ მისულა ბავშვებთან, ჰიტლერიც არ მისულა ბავშვებთან და ჰიტლერსაც არ უკადრია ის რომ ბავშვები ეხლა ჯერი ბავშვებზე და სტუდენტებზე თავად ხო თქვა ეგა ხომ ჩანაწერია დღეს მე-20 სტუდენტებს მოუწოდა გამოდით ბავშვებსაც იმავდროულად ბავშვებსაც ეს ხალი არის კონსტიტუციიდან გასული და მან ძალიან კარგად იცის რა ემუქრება ის ემუქრება რომ მაგას მისი პატრონები მაღალ პასუხს მოთხოვენ არ გამოვრიცხავ გააგორონ კიდევაც რატომ მეტყვიან ახლა იმიტომ რომ ამ ქალბატონს ძალიან ბევრი აქვს დაცინცლული იქედან ძალიან ბევრი არის ამ ამბებში ესენი ვაშაძეები, მელიები, გვარამიები, დეკანოიძეები და ასეთები რო დარბიან ჩემო ბატონო წაღმა უკუღმა და ის დეკანოიძე ლაპარაკობდა გავიარეო მთელი საქართველო და ამ არჩევნების წინა პერიოდში და LGBT პროგრამა ის პრობლემა საქართველოს მოსახლეობაში არავის არ აწუხებს. აი ამიტომ მოთხოვენ მაგას პასუხს. და იმიტომ არიან იმ დღეში რომელშიც არიან და ეხლა როდესაც ლაპარაკობს სალომე ამის შესახებ გვაშინებს ჩვენ ეს გვაშინებს იმის შესახებ რომ შესაძლოა ხვალინდელ დღეს ვინმე რაიმე მე დაჯერებული ვარ და მტკიცედ ჯერა იმის შესახებ რომ ჩვენ ისეთი ხელისუფლება გვყავს და ისეთი ბატონმა თემურმა წაღანბძანა სამართალდამცავები ორგანოები გვყავს რომლებიც პირნათლად ასრულებენ მათზე დავალებულ ამოცანას ნახეთ არეგონად საერთოდ მე დარწმუნებული ვარ არეგონად იმ ეგრეთ წოდებულ ვინ იყო ის დამცველებში ალბათ მისთვის კონდათ გადაღებული ის ვიდეო რომელიც უჩვენეს
გამოუქვეყნეს ტელევიზიას პრევენციული ღონისძიება იყო. მე სამი კაცი ლაპარაკობდა სერზემიდის სამი მგელი ტუჩმოკრე და კუდაგძელიო ჩვენ ბავშვობაში გვასწავლიდნენ სამი კაცი ლაპარაკობდა და იმ სამი კაცის ლაპარაკით გაიშიფრა და სამივე ვირისაბანოში ჩვენი წინაპრები ძველი რო იყვნენ ძველები რომ იტყოდნენ მიაბრძანეს. მე უამრავი ვინმეები გაშიფრულია. პოლიტპატიმრები არის. ხო, ახლა როგორც მე ვარ ახლა ჩემო ბატონო იმის რა ქვია სომალში პოლიტპატიმრები ისევე არიან ესენი იძახონ მე რა პოლიტპატიმრები არიანო კაცო ახლა აღარ ეყოლებათ მე მეწოდება უბრალოდ ეს ხალხი ეს სალომე აღარ ეყოლებათ რომელიც შეიწყალებს მაგათ ხო და ეს სალომე მარტო იმისათვის არის კიდევაც მართალია კანონით ამას ჩვენ ვერ მიუდგებით მაგრამ მან ტერორისტი გაათავისუფლა ცეხიდან ტერორისტი იყო გრიგორიადისი მეტი რა იყო კაცო და მაგას იმ ჩანაწერით რომელიც ჩანაწერით მან ილაპარაკა მე ხშირად ვახსენებ მას ამას რომლითაც თავისუფლების ქანდაკების ფონდზე იდგა ეს ქალბატონი და ლაპარაკობდა რომ ქართველი პოლიციელებს ესროლეთ დააწვით მოკალით და ასე შემდეგ როდესაც ამ დროს ეს ადამიანები კიდე ეკლესიას რო კიდე ვერ ეშვებიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რატო ლაპარაკობ ახლა ქაშვეთის ეკლესიაში იმ მარტის ამბების დროს შარდავდნენ ფალოსებს ახატავდნენ რუსთაველის თეატრზე ხო და რა მინდა იცით გითხრათ ჩემო ძვირფასო მეგობრებო ეხლა არის ჩემო ტელემაყურებლებო ძალიან ძიმე წუთები მაგათთვის იმიტომ რომ ბოლო არტილერიები აამუშავეს მე ეხლა არ მიკვირს არ თავასახელებ იმ ხალხის სახელი და გვარებს მაგრამ ჩართეს ის ადამიანებიც რომლებაც მედაბატონ თემურს ძალიან კარგად გვახსოვს რომლებსაც უბედურებაში მონაწილეობა აქვთ 91-92 წლების უბედურებაში მონაწილეობა მიღებული რომლებიც ახლა მიხრწნილი მოხუცები არიან მაგრამ დაავალეს და გამოდიან არ მინდა მაინც კიდე სახელი და გვარები ჩამოვთვალო ჯერჯერობით გამოდიან და უმანკო ბავშვებს მხარს უჭერენ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ბავშვი არის ყველაზე მეტი საოცარი და საოცნებო რამ ადამიანისათვის ნებისმიერი სოფლიოზე მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ის მას მე ბავშვად ვერ მივიჩნევ რომელი ბავშვიც პოლიციელს მისთვის მდგომს სახელმწიფო ორგანოს და სახელმწიფო დაცავშებულების მცველს უშენს გნებავთ ქვას ქვა კიდევ ერთხელ ისა გავიმეორებ ქვაით მოკირწყლულია ქალაქები იმისათვის რომ მანქანავს არ გადაუჭირდეს სულა აღმართზე და ამავე დროს ზამთრის განმავლობაში მაგრამ იმ ქვას როდესაც შენ ამოიღებ ხელში დაიჭერდა პოლიციელს ესვრი ეს უკვე დანაშაულია ამიტომ ქვასროლია ბავშვებს ეგრეთ წოდებულ ბჭყალებში ვლაპარაკობ ბავშვებს ხლაპუშკებიანს მე პატივცემ როდესაც მას ჰაერში ექნება ეს ხლაპუშკა იმ დროს როდესაც ახალი წელია ან რაიმე დღესასწაულია და ამავე დროს მოლოტოვის კოქტეილი ვისაც არ უნდა ეჭიროს ხელში დანაშაულია ამიტომ მე კი ბატონო და სამშობლოს თუ არ ემუქრება რაიმე საფრთხე და ოკუპირებული არაა სამშობლო და ოკუპანტის ტანკები არ არის რუსთაველზე ყველა შემთხვევისათვის ესენი არიან დანაშავლის ჩამდენი და კრიმინალები ამიტომ ამ ქალბატონმა სალომეს მე ძალიან არ მინდა მაგრამ ისეთი რომ იტყვიან გრძნობა მაქვს ეს დედაბერი ბოლოს და ბოლოს იმდენს იხტუნებს იმდენს იცანცარებს რომ მაგას როდესაც წავა 29 დეკემბერს აქეთ ჩამოსაბრუნებელი პირი არასოდეს არ ექნება არც სურვილი ექნება დიდად რა თქმა უნდა არ ექნება მაგრამ მეორე ამბავი არის იცით რა არის ადამიანი ცხოვრობს ამ ქვეყანაზე ერთადერთი სურვილით რომ ის უნდა მას გულზე უნდა დაეყაროს მithumetes ქართველ კაცს მშობლიური მიწა მაგრამ არ მინდოდა ახლა მაგრამ კიდე უნდა ერთხელ უნდა გავიმეორა ამ ქალბატონს გენი აქვს ძალიან ცუდი მაშინ რატო ბაბუამისი ფაშისტებთან თანამშრომლობდა კი CIA-მ გამოუკეკა ბატონო ბაბუამისი მამამისი იყო კოლაბორაციონისტი იქეთ თანამშრომლობდა საფრანგეთში ჩემო ბატონო მერე
ამ ადამიანებს არ ვიცი მე შესაძლოა ამის ბაბუას და მის მიერ გაწვრთნილ ვიღაცა ფაშისტებს ჩემი სამი ბიძა ყავდეს დახვრეტილი ვინ იცის ეს იმიტომ რომ ჩემი ოჯახიდან 4 კაცია ფრონტზე წასული ხშირად ვლაპარაკობ და 3 უცოლშვილოდაა იქა დაღუპული და ეს დედაკაცი გამოდის აქა და მაღალფარდოვანი სიტყვებით გველაპარაკება ჩვენ რაღაცეებს ჩვენ თავს რო ვიკავებდით ამდენი ხნის განმავლობაში ეს თავის შეკავება იმას არ ნიშნავს რომ ყველა და ყველაფერზე იმოქმედეს და ეხლა მე რო შვილი გავიყვანო იქა ჩემი შვილი რო წავიყვანო და ვაპირებ კიდევაც წაყვანას და ამის მეშინოდეს ამ ფაშისტი დედაკაცის ლიბერალ ფაშისტი დედაკაცის ესაა ჩვენი სამშობლო და არა სალომეს მაგვარნაირებისანა სამშობლო და მე მინდა გითხრათ რომ ყველაფერი ისე დამთავრდება როგორც ქართული სინამდვილისათვის იქნება კარგი ქართული ხალხისათვის იქნება კარგი და ქართული სახელმწიფოსათვის იქნება კარგი ვინაიდან სალომეს ვინც დღეს მხარს უჭერს და იმ მათ მხარს უჭერს რომელსაც ქვია ეგრეთ წოდებული ოპოზიცია სინამდვილეში კი არიან ესენი მეხუთე კოლონის წარმომადგენლები და ეს პირდაპირ თქვა ბატონო თემურ მე მგონი და მეთანხმებით გახარიამ გათქვა გახარიამ პირდაპირ თქვა კაცო ჩვენ ეს ფაზა უნდა დავამთავრდეთ პირველ ფაზას უნდა დავამთავრდეთ და თუ ეს ვერ მოვასწარეთ ილახად იქნება ჩვენი საქმეო აი ამას შესახებ ლაპარაკობ და რა თქმა უნდა გამოცდენა იყო და ქართველი კაცი შტერიგი არა როდესაც ლაპარაკობს კაცო ქურდს რომ დააკვირდე დღეში აზიერ წამოაიძახებს მე ქურდი ვარო ანალოგიური სიტუაციაში არიან ესენი და ამიტომ ამათ ვინც მხარს უჭერთ და განსაკუთრებით ჩემო ძვირფასო ჩემთვის სათაყვანო ახალგაზრდებო და იმათ მიმართავ ვინც არა შეგნებით არამედ შესაძლოა ალბათ 1% თუ არის ახლა ჩემი გადასახედიდან იქ მართლა გაბრიყვებული და მართლა ბრიყვია ის ვინც დადის დანარჩენი ამდენი ხნის განმავლობაში ხედავ რომ ქრისტეს გამოსახულებიანი კუბო დაგიწვეს ბავშვებს მოუწოდეს რომ მოდი და მოგვეხმარე და ფაქტობრივად სიკვდილზე გააგზავნეს ბავშვები მერე შენი სისხლის და ხორცის იგივე იმ პოლიციელების დაწვას მხარს უჭერ და ბოლოს ქართულ ეკლესიაზე შემტევებს ქართული ეკლესიისათვის სულში ჩამფურთხებლებს მხარს უჭერ ჩემთვის ახლა ესენი ვერ არ არიან ის ხალხი რომლებსაც შეგნებული არ კონდეთ ის რა ჩადიან მაგრამ იქვია ნათვამი უფალოს შევდე რამე თუ არ არიციან რასაც ჩადიან სხვა შორის ამ წუთებში ვრცელდება ჩვენს მედიაში ემანუელ მაკრონი ახალ განცხადებას ავრცელებს საქართველოსთან დაკავშირებით მინდა გაგაცნოთ მცირე ამონარიდი დიდი ნდობა მაქვს ქართველი ხალხის მიმართ და დიდი ნდობა მაქვს ყველას მიმართ ვისთვისაც ძვირფასია ეს პატივსაცემი ევროპული გზა და სურს არ დანებდეს, არ შეშინდეს პროპაგანდას, კიბერშეტევებს, ინფორმაციულ манипуляციას არ დაემორჩილოს. ფაქტიურად მხარს უჭერს მომიტინგეებს მაკრონი, ბოლო 2-3 დღეა ძალიან გააქტიურდა საფრანგეთის პრეზიდენტი. მათ შორის შედგა საუბარი ბიზინა ივანიშვილთანაც მისივე ინიციატივით და ურთიერთგამორიცხავი რაღაც ვერსიების გაავრცელეს ქართულმა და ფრანგულმა პრესამ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. საინტერესოა ბატონ თემურ, რითი უნდა ახსნათ ესეთი მოულოდნელი შეიძლება არც იყოს, მაგრამ ცოტა არ იყოს ზედმეტად აქტიური დაინტერესება საფრანგეთის პრეზიდენტის თბილისში მიმდინარე მოვლენებით პრაქტიკულად ყოველდღიურად რაღაც განცხადებას აკეთებს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უჭერს მხარს პირდაპირ რევოლუციას ქვეყანაში. საფრანგეთის პრეზიდენტი აქტიურობს ძალიან და ერთ-ერთი ყველაზე შეურიგებელი მტერია დღეს რუსეთის და რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აპირებს ზოგჯერ ისე ამბობდა, ზოგჯერ ასე, ზოგჯერ ძალიან უტევდა, ზოგჯერ ესე იგი უკან იხევდა, მაგრამ საერთო ჯამში საჯარისო ფორმირებების გაგზავნას უკრაინაში. ასეთ შორს თავის განცხადებებში ალბათ ინგლისის პრემიერ-მინისტრი თუ წასულა. შეერთებული შტატებიც კი არ წასულა ასე შორს. და არც გერმანია, რომ ჩვენ ჯარისკაცებს იქ გავაგზავნეთ. Ну, რა თქმა უნდა, ეს არის აი ამ დიდი დაპირისპირების ავანგარდში, რომელიც არის დღეს დასავლეთის განვითარებული კაპიტალისტურ ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით და რუსეთ-ჩინეთის ღერთ შორის. და მათ შორის აი ეს დაპირისპირება, ჩვენ ხედავთ, გადაიზარდა ცხელ ომში,
რომელსაც ჩვენ ხედავთ უკრაინაში. საქართველოს არის ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც შეიძლება ჩაერთოს უშუალოდ აი ამ დიდ დაპირისპირებაში და რა თქმა უნდა გაურთულოს საქმე რუსეთის ფედერაციას, თუ აქ რა თქმა უნდა ხელისუფლება შეიცვალა და მოვიდა აი ესენი მოვიდნენ. ისინი კი არა ვინც იქდგან, არამედ მათ უკან მისადგას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მაკრონი აქტიურობს, მათ გადაწყვეტილი აქვთ დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა. მე სრულიად დარწმუნებული ვარ ამაში და ერთი წუთითაც ეჭვი არ მეპარება, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ აქ ხელისუფლება შეიცვალოს. ელოდებით რომ შეიძლება კიდევ გავწოდოს პროვოკაციებს და ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. ველოდები, აქ ბევრი ამბობდა იმას, რომ აი რაღაცა გამოსვლებით მიწყნარდა, ერთხელ მიწყნარდა ისევ ესე იგი ამ პილოტუ და ავიდა ზემოთ ისევ მიწყნარდება ეს, მაგრამ ნუ დაველოდებით მიწყნარებული ესე იგი მდგომარეობის, ასე ვთქვათ, ქრონიკულში გადაზდას. ჩვენ დამშვიდების საშუალება არ გვაქვს. მე მიმართავ საქართველოს პროგრესულ საზოგადოებრივებას, რომელიც უმრავლესობაშია. და ხელისუფლებასაც. ისინი არ დამშვიდდებიან, ისინი ყველა ზომას მიიღებენ იმისათვის, რომ აქ ხელისუფლება შეიცვალოს. არ აპატიებენ. განსაკუთრებით დღეს ფიქრობდი ამაზე და ბატონ ბიძინაძე ქონდა საუბარი. ჩვენ ბატონ ედიშერთან ეს ჩვენ განვიხილავდით და ცალკეც მინდა ამაზე ჩემი მოსაზრება ვთქვა ბატონ ბიძინასთან დაკავშირებით, რომ მასზე არის ჩამოკიდებული მთელი ჩვენი ესე იგი აი ეს ვითარება და რა დაემართება საქართველოს. ამხელა პასუხისმგებლობა ამ ადამიანს ახლა ამ წუთას. მაკრონზე იყო საუბარი, ხო? ეს მეტყველებს იმაზე, რომ აი თუნდაც ეს მოუწოდებს არ დაემორჩილოთო და ბოლომდე წადითო. მაკრონი ხელწამოსაგრავი ფიგურა არ არის და საფრანგეთი არ არის ხელწამოსაგრავი ქვეყანა. ეს ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოა. ბირთვული სახელმწიფოა. ტექნოლოგიურად გერმანიას არ ჩამორჩება ნამდვილად, თუ არ უსწრებს კიდევაც. რაღაც მიმართულებებში და ეს არის ძლიერი ქვეყანა, რომელიც წარმოადგენს აი უძლიერეს დასავლეთის უძლიერეს ერთიანობას, რომელსაც გადაწყვეტილია, რომ მოიგოს ამ ორთაბრძოლაში. თუ ისინი ამ დაპირისპირებაში ვერ გაიმარჯვებენ, ბატონ ედიშერი ისტორიკოსიკაცია და დამეთანხმება ახლა აი ამ გლობალურ დაპირისპირებაში, მაშინ იმ სახით, რა სახით ისინი დღეს არსებობს, ისინი არსებობას შეწყვეტენ. აბსოლუტურად მართალია. აქედან გამომდინარე, ისიც მიდიან ბოლომდე და აქ საქართველოს რა არის, მათთვის არაფერი არ არის. საქართველოს იარსებებს, სისხლისღვრა მოხდება, არ მოხდება, გადავშენდებით, არ გადავშენდებით. ამოვწყდებით თუ არ ამოვწყდებით, ეს მათ არ ადარდებთ. მათ ძალიან დიდი მიზანი აქვს და ძალიან საშიში მსხვილი მიზანი აქვს, რომელსაც საქართველოს შეწირულიყავართ უკვე. აქედან გამომდინარე მივმართავ კიდევ ერთხელ ჩვენ დამშვიდების საშუალება არ გვაქვს და ძალიან კარგია რომ ყაველაშვილს ირჩევენ, ეს კიდე ცალკე საკითხია ხვალ. ეს კაცი გჭირდება ჩვენ, მე რა რომ დიპლომი არ აქვს. რამდენი დიპლომი აქვს მიხეილ სააკაშვილს? და დაღუპა ქვეყანა. დიპლომი არ არის იმისის მაჩვენებელი გამოადგები ვაშაძეს გამოადგები ქვეყანას თუ არა ზუსტად ყაველაშვილისთანა კაცი რომელსაც პოზიცია გააჩნია ჭირდება დღეს ქვეყანას პრეზიდენტის სახით და მან უნდა წარადგინოს სწორედ ყველგან აი ამ კაცმა აი ასეთმა პიროვნებამ საქართველოს რომელსაც გააჩნია პოზიცია საქართველოს მომავლის შესახებ და არა ისეთი რომელიც აქეთიკი თამაშობს. ხვალინდელ დღესაც მაინტერესებს თქვენი პოზიცია სანამ ბატონ ედიშერთან გადავალ შეკითხვით. აი ხვალინდელ დღეს როგორ უყურებთ თქვენ? გეგმავთ თუ არა ხვალ და გეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას? მიგაჩნიათ თუ არა რომ უსაფრთხოა ვინაიდან მოგვიწოდებს სახელმწიფო ამ შემთხვევაში ალბათ მათ აქვთ გარკვეული საფუძველიც რომ მოგვიწოდებდეს რომ გავიდეთ და ბავშვების გავიყვანოთ რუსთაველზე. გეგმავთ როგორ უყურებთ ხვალინდელ დღეს? ხომ არ არის რაიმე პროვოკაციები მოსალოდნელი თქვენი აზრით? ხვალ რა თქმა უნდა ის მოედანი და რამდენად საჭიროა ამან ერთგვარად მოდი ბოდიშგიხდით დავასრულებ მაინც კითხვის კონტექსტი რო გასაგები იყოს ამან ერთგვარად საზოგადოებაში დატოვა აღქმა რომ ეს შეიძლება იყოს ერთგვარი კონტრაქციაც ასე ვთქვათ იმ ყველაფრის მოწინააღმდეგე მაგის ეშინია სალომეს მაგის ეშინია სალომეს თოფნაკრავივით გარბის მაგის გამა ეს ეშინია ესა ერთ-ერთი უმთავრესი თქვენ როგორ ფიქრობთ აი საზოგადოებაში არის ეს განცდა რომ ხომ ეს
არის ერთგვარი კონტრაქცია, რომ ვინც ვართ ამ ყველაფრის მოწინააღმდეგე, მარტო ის ფლანგი რო ჩანს, აი ხვალ არის ასეთი მიზეზი ნაძვისხის ანთებას აზერი აპოლიტიკური სრულიად, მაგრამ შევიკრიბოთ ყველანი ერთად და ვანახოთ ამ ხალხს, რომ მარტო ეგ არ არის საქართველოს, ვინც ეხლა ეს დღეები დარბის რუსთაველს. სწორია, ხვალ არის ესეთი დღე, როცა უნდა ერჩიოს პრეზიდენტი, ახალი პრეზიდენტი საქართველოს და სალომე ზურაბიშვილს. უფლებამოსილება 29-ში 29-ში ინაუგურება, მაგრამ ხვალინდელი დღე ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია და მათ ეკარგება ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა. ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც ლეგალურობის სახეს გარკვეულ ორეოლს ახვევს აი ამ ანტიკონსტიტუციურ და აი ამ თავხედურ და აი ამ ესე იგი ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებს. დანაშაულებრივ და ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და გასაკვირი არ არის რომ ქართული ოცნება მოუწოდებს ხალხს მივიდეს და ის მოედანი დაიკავოს. იმიტომ რომ ხვალ მოსალოდნელია რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ პარლამენტის წინააღმდეგ შეტევა მათი მხრიდან და ჩვენ არ უნდა დავუშვათ რომ ის მოედანი აი ეს სივრცე რომელიც მათი საკუთრება ნამდვილად არ არის რომ მათ დაიკავონ აი ამ პროვოკაციის მიზნით. კი ბატონო, მადლობა. ბატონო ედიშერ, საინტერესო იქნება თქვენი პოზიცია აი მაკრონთან დაკავშირებით, სხვა შორის უნდა ვთქვათ, მე დეტალს ვიტყვი ამ ფაქტთან დაკავშირებით. ეს არ არის ისე უბრალოდ ინტერვიუში არ ვთქვამ. სპეციალური მიმართვაა ჩაწერილი, ექნება შემდეგ მაყურებელს შესაძლებლობა რა თქმა უნდა რომ ნახოს. ქართული სუბტიტრებით, ანუ ფრანგულად საუბრობს, მაგრამ აი ქართული სუბტიტრებით მიმართვა ქართულ ხალხს და საკმაოდ დიდი 3 წუთიანი თუ 4 წუთიანი მიმართვა არის, სადაც ის ერთ სიტყვით უჭერს ავიდან ბოლომდე ამ პროტესტს მხარს. რატო გადაწყვიტა საფრანგეთის პრეზიდენტმა მოეცალა ქართველებისთვის თან მით უმეტეს ბოლო დღეების ულამას აკეთებს. რა როლი აქვს ამ ყველაფერში საფრანგეთის პრეზიდენტს? ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ ერთი უზარმაზარი თამაშის ერთ-ერთი ორგანული შემადგენელი ნაწილი და შევახსენებ მაყურებელს. რა მოხდა ლიბიაში? საფრანგეთი რა როლს თამაშობდა? ლიბიაში როგორ ლაპარაკობდა, როგორ მაღალ ფარდოვანისდა და ნახეთ ლიბია რა დღეში არის ახლა. ნახეთ ბატონებო, მე ნუ დამიჯერებთ. გადაავლეთ, არქივებთ დღევანდელ დღეს ამის ტექნიკის საშუალება, ამას იძლევა ტექნიკა ამის საშუალებას იძლევა, მაგრამ რა ხდება აგერ ჩვენთან ახლოს ყურისძირში სირიაში. სირია როგორც სახელმწიფო აღარ არსებობს, დასრულდა ჩემო ბატონო, როგორც სახელმწიფო და ამ დროს ნახეთ სოფლიოს უზარმაზარ სახელმწიფოებს შორის მოხდა მისი გადანაწილება. ნახეთ დემოკრატიაო სირიაშიო, დემოკრატია კი არა შესული არიან ჩემო ბატონო, ცნეს ლეგიტიმიურად ის კაცი ამას რაგვარი ახბუდ არის თვალწები ხო და რომელიც ამერიკის ადმინისტრაციას ჰქონდა შეტანილი ტერორისტთა სიაში ის ცნეს როგორც ლეგიტიმიური წარმომადგენელი სირიაში. ახლა ამის შემდეგ რაზე შეიძლება ლაპარაკი და რადიკალი ისლამისტი გუშინ გახდა მე იბა დემოკრატი, უდიდესი დემოკრატი. პატრიოტი სირიელი რომელმაც ხო, ახლა მაკრონს ეს დავალებული აქვს. და მაკრონი ამას შემთხვევით არაფერს არ ლაპარაკობს. და შემთხვევით არ დაურეკია მას ბატონ ბიძინა ივანიშვილისათვის. შემთხვევით არ არის ეს ჩართული ასეთ ქართულ პოლიტიკაში. შემთხვევით არ იყო ეს ევროპის ელჩები ქართულ პოლიტიკაში ჩართული, ვინაიდან აქ მიდის ძალიან დიდი პოლიტიკური თამაშები და უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური თამაში მიმდინარეობს ბატონმა თემურმა თქვა მის არ იყოს პატარა საქართველოს ხარჯზე. ვინაიდან ჩვენ მივყოფებით უდიდეს გეოპოლიტიკურ გზაგასახარზე, რომელი გეოპოლიტიკურ გასახარსაც დღევანდელ წელს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს მიცემული. საქმე რაშია? ის სიტუაცია, რომელიც სიტუაციაზეც დღევანდელ დღეს არის და ჩვენ თუ გამოვედით და დარწმუნებული ვართ, გრძნობა მაქვს ასეთი, რომ აუცილებლად გამოვალთ აქედან, ეს მისცემს საქართველოს იმ დატვირთვას, რომელიც მას ჰქონდა მე-12-მე-13 საუკუნეების მიჯნაზე. ვინაიდან აქ გაივლის სოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო გზები და საქართველოსზე თუ არ ვცდები ასეთი მონაცემია 110 მილიონმა ტონა ტვირთმა უნდა გაიაროს წელიწადში. აი ამისათვის მიმდინარეობს თორე ახლა საქართველოს დემოკრატია საქართველოში დემოკრატია იქნება თუ არ იქნება სულ ცალფეხზე კიდია როგორც სირიაში და როგორც ლიბიაში და როგორც ერაყში და ასე შემდეგ აინტერესებდათ ისე აინტერესებდა აი აინტერესებდათ მხოლოდ სივრცე და ნუ ასრულებინეთ ჩემო ძვირფასო მეგობრებო ვინც მაგ ბრძანდებით მაინც ვლაპარაკობ მაინც ჩვენი სისხლი და ხორცი ხართ იმ გალაქტიონის სიტყვებს
რომელიც მან გენიოსმა წარმოთქვა სხვა ხალხის მესმის აქ ჟრიამულია, როდესაც მან მას თავის ერთ-ერთ ლექსია ნათქვა. რატომ? იმიტომ რომ ახლა ასეთი უზარმაზარი ევროპის ერთ-ერთი უზარმაზარი ქვეყნის საფრანგეთის წარმომადგენელი ამას და პირველი პირი ამას შემთხვევით ალაპარაკობს და მეორე ამბავია ჩემო თვითფასო მეგობრებო, მიაქციეთ ყურადღება რას. უბრალოდ ამას თქვენ მოგისპეს აზროვნების საშუალება. ვინაიდან არ გასწავლეს ის რაც ხდებოდა ცივი ომის დროს სინამდვილეში. ანუ საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის როდესაც მიმდინარეობდა ბრძოლა, აბა მითხარით, ან ამერიკის, ან საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთი ბომბი თუ ჩამოვარდა სადმე. მიმდინარეობდა მესამე ქვეყნებში. იგივე ანალოგიური სიტუაცია დღევანდელ დღეს. მიმდინარეობს უზარმაზარ მსოფლიოს ვეშაპებს შორის ბრძოლა, სადაც მიმდინარეობს მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევისათვის მესამე ქვეყნის ტერიტორია აღმოჩნდა უკრაინა, რომელიც ფაქტობრივად განადგურებულია. აქაც ომია, უბრალოდ ის აქაც ომი არ არის ჯერჯერობით. ეს ომია იმათ. ფაქტობრივად, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მოდით ვთქვათ გახსნილად. გარკვეული ძალების შემდეგ, რომელსაც ჩვენ შეეძახიან გლობალური ომის პარტიას, გლობალური ომის პარტიამ გამოცხადებული აქვს ჩვენთვის 2022 წლის 24 თებერვლიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე გამოცხადებულ ომში ვართ ხალხო შესული ვარ. ეხლა იმან რა ქვია ეს განცხადება რომ გააკეთა მაკრონმა გააკეთოს ერთი განცხადება მოუწოდოს იმათ და ეს იყო ნორმალურად და როგორადაც ჩატარდა არჩევნები თქვაც იმის შესახებ ისე როგორადაც იყოს დასრულდება კიდევ ყველაფერი მაგრამ ამას ვერ იტყვის ვინაიდან არათქმევინებენ ამას ამიტომ ვეცადოთ ჩვენ თვითონ აუცილებლად რომ ეს პროცესი რამენაირად გადავიტანოთ ისე რომ არ მოვახდინოთ ერთი ქართული გამონათქვამის აღსრულება ხემთქვაო ცული რას დამაკლებდა ჩემი გვარის რომ არ ეხმარებოდესო აი შიგნით ნუ გავაკეთებთ ამას ჩვენთან შიგნით არ იქნა ეს გაკეთებული ისევე როგორც უკრაინელებმა დაეხმარენ იმ უბედურებაში რომელი უბედურებაც უკრაინის ტერიტორიაზე დღევანდელ დღეს ტრიალებს რომ არა 2014 წლის ის უბედურება ის ნაცმოედანი იგივე ნაცმოედანი იყო რა იყო ჩემო ბატონო და ის შემდეგ ის გამყიდველი ხელისუფლება რომელი ხელისუფლება დღეს ლაპარაკობს იმას რომ მიწების დათმობაზე ყველა დათმობაზე მივდივართო ოღონდ რამენაირად შვიდობა დიპლომატიური მოლაპარაკებებით დამთავრდეს ეს ომიო აი ამ დღეში ნუ ჩავაყენებთ ამ პატარა საქართველოს ჩემო ძვირფასო მეგობრებო გადახედეთ რუკას უბრალოდ ვისაც გაქვს ამაზე წვდომა და თუ არ გაქვს სახლში ინტერნეტშია დღეს ყველგან ნახეთ და შეხედეთ ჩვენ გაგუგლეჯენ ჩვენ ამ ტერიტორიაზე იმდენი სახელმწიფო შემოვა ვისაც კი არ დაეზარება ყველა აქ შემოვა არ იარსებებს მეგობრებო საერთოდ საქართველოს საერთოდ არ იქნება ჩვენი ქვეყანა იმიტომ რომ ნახეთ ვერ დაუხვდით ჭკვიანურად იმ ამბებს რომელსაც ქვიოდა საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტი ნახეთ რა დაგვემართა მაშინ ჩავყავით ნანგრევებს მოვყავით ნანგრევებში თავი შემდეგ ჩემო ძვირფასო მეგობრებო ამას მოყვა ჩვენი ორი ძირძველი ტერიტორიის დაკარგვა ეხლა ჩემო ძვირფასო მეგობრებო სამტრედიელი ვარ და არც სამტრედიას დავრჩება და კულაშიც არ დავრჩება იცოდეთ ეს იქნება უსაშინლესი რაიმე უსაშინლესი და ამიტომ იმ ადამიანებს რომლებიც იქ დღევანდელ დღეს არიან და რაღაცების მოწყობები უნდათ იმ სალომეებს, იმ გვარამიებს, იმ მელიებს, იმ ნაყარ-ნუყარა ოხრებს და მამაძაღლებს ნუ მივცემთ ამ საქართველოს საჯიჯნად. თორემ მაგათ ლომჯარიებს, გიგაურებს და სხვებს ყველას დარწმუნებული ვარ ბატონო თემურ ყველას უცხოეთში ვილები აქვთ ახლა მაგათ. ყველას თავიანთი შვილები გახიზნული ყავთ იქა. ყველას თავიანთი ბანკებში ანგარიშები აქვთ გახსნილი და რისთვის აკეთებენ ამას? ამათ სამშობლოს ღალატს აკეთებენ იმ გროშებისათვის, იმათთვის რა თქმა უნდა გროშებია, რომელ გროშებსაც მაგათ ურიცხავენ და ამიტომ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, არავინ არ იფიქროთ, რომ იმ მოსალოდნელ უბედურებას, რომელსაც ესენი გვიპირებენ, რომელიმე თქვენთაგანი გადაურჩება.
რომელიმე ჩვენთაგანი გადაურჩება, რომელიმე ჩვენთაგანის და თქვენთაგანის ოჯახთან სიკვდილის და ომის აქლემი არ ჩაიჩოქებს. ეს ასე არ იქნება. ეს იქნება ისე რომ ლაპარაკით და წარმოდგენაც არ მინდა ამის შესახებ და რომ იტყოდნენ ჩვენი წინაპრები, ნუ მივცემთ მტერს ამ სისხლით, ოფლით და ჯაფით მოტანილ ქვეყანას. მე ეხლა ამას არც პათეტიკურობით ლაპარაკობ, არც არაფერს არა, ეს რეალობაა და ამას მე თქვენ მიცნობ და ამდენ 63 წლის კაცი ვარ ეხლა და არასდროს ჩემო ბატონო არც ერთ თანამდებობაზე არ ვარ ნამყოფი გარდა ერთისა, რომელსაც ქვია ლექტორი და კითხულობს ლექციებს უნივერსიტეტში სათანადო ცენზი მაქვს ამისათვის. დანარჩენ და ეხლა 63 წლამდე არ მქონია არავითარი თანამდებობა, არც ეხლა მაქვს და 10 წინ რაღაცა და 10 წინ ჩემი თანამდებობა იქნება თუ მივაღწიეთ პენსიამდე და შემდეგ ჩემო ბატონო შვილიშვილებთან ყოფნა და რაღაც 1-2-3 წიგნის დაწერა. მეტი არაფერი არ მინდა მე, მაგრამ მე ვლაპარაკობ იმასთან, რატომ მტკივა გული მტკივა, იმიტომ რომ ეს ხალხი უპირებს საქართველოს პირისაგან მიწისა აღგვას. გავიგოთ ეს ყველა და მეტყვის ყველა რა არის გამოსავალი. ჩემი აზრით ბატონ თემურ და ალბათ დამეთანხმებით არის ურყევად მტკიცე დგომა იმ ხელისუფლების ხელში, რომელი ხელისუფლებაც მყარად არის დამდგარი, აგერ უკვე მე რამდენი წელია იმაზე, რომელსაც ქვია ქართული ეროვნული ინტერესების სადარაჯო. ანუ მამული ენას სარწმუნოება. აი ამადგან თუ ერთი დავკარგეთ, ილია ლაპარაკობდა, მაშინ ჩვენ არარაობა ვიქნებითო, მაგრამ ერთის გაკარგვა კი რა სამივეს დაკარგვა თვალწინ გვაქვს. ამიტომ ფხიზლად ქართველებო. კი ბატონო, დიდი მადლობა. ესე სხვა შორის საინტერესოა აი საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების ღალატი არ შეიძლება საქართველოს ევროპული ოცნება არ უნდა ჩაქრეს. ამას გვეუბნება ემანუელ მაკრონი და ეხლა გამახსენდა 2 წლის წინ ეს კაცი არ იყო რო გვეუბნებოდა რომ გეოგრაფიაში არა ხართო თქვენო გაცო არა ხართო ევროპის 2023-ში გვეუბნებოდა 2023 შარშან გვეუბნებოდა საქართველოს ეხლა აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად სხვა რეგიონს მიეკუთვნება ის არ არის ევროპა. უთხრეს ჩაზახეს და მაგრამ ეს უნდა გაიმეოროს ეს. ანუ გადაწყვეტილება არის მიღებული. კი, გეთანხმები. საფრანგეთის პრეზიდენტი რო შეგვაგდონ ომის ცეცხლი. როგორც ერთ-ერთი მასალა იმათ რუსეთის წინააღმდეგ. მე მგონი ეგ არის უკვე იმის მტკიცებულება რომ სირიაში აქ აღარ იმართება უკვე. სირიაში თქვენ სწორად აღნიშნეთ ბატონო ედიშერ, ისრაელის ჯარია შესული. ის ვინც ახლა ხელისუფლებაში ეს თურქული ის არის, ძალა აქტიური, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში. სხვადასხვა დაჯგუფებაა, ეს ყველაზე ძლიერია. და ახლა ცდილობენ ესე იგი რაღაცნაირად კოალიციური მთავრობის შექმნას ისე რომ სირია არ დაიშალოს, მაგრამ როგორ გამოუვათ ეს მეორე საქმე, იმიტომ რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა ეკონომიკა, პური გაძვირებულია, წყალი არ არის, უმძიმე მდგომარეობა. ქურთების პრობლემა არის იქაც ჩtildeო ნაწილში სირიაში ეს ქურთები ფაქტობრივად დე ფაქტო de jure არ არის de facto ცალკეა უკვე ფაქტობრივად დექრისტიანიზაცია მიმდინარეობს დექრისტიანიზაციას მიმდინარეობს იქა და აი ქურთებს თავის ჯარი ყავთ ეგ სირიას დემოკრატიული ჯარები ქვია დემოკრატიული მაგრამ ეს ქურთების ჯარია იქ კიდევ არის ერთი ჯარი პირდაპირ რომელსაც აკონტროლებს თურქეთი და რომელსაც ესე იგი და აგრეთვე სამხრეთ ზონაშიც ასევე არის აქვს სირიას თავისი პრობლემები. ისრაელი ახლა ოკუპირებული აქვს სამჯერ მეტი ტერიტორია, სამჯერ მეტი, ახლა უკვე შეიძლება მეტიც იყოს გუშინდელი მონაცემებია, სამჯერ მეტი აქვს ოკუპირებული იქა ვიდრე ღაზას სექტორი. სადაც ომია. ნუ მანდ ისრაელი გასაგებია. გოლანის მაღლობებზე ავიდა ის პრემიერ-მინისტრი და всё. აი ეს მოგველოდობა ჩვენ ნახეთ მე მეაქცევ რამდენი ამუშავებს ჩვენ რო ვიცით იმ ხელშეკრულებებს 100 წლის წინანდაც ხომ მივხვდით ახლა შემოვა პირდაპირ თქვა აჭარას დაიკავებს რაღაცა რომ მოხდეს აქ ისეთ ის ხელისუფლება მოვიდეს და მოხდეს რუსეთთან ურთიერთობების გართულება აფხაზეთთან 21 წლის ანალოგია გამორიცხულია რომ თურქეთი აქ არ შემოვიდეს ხელშეკრულების ძალით სრულიად ლეგალურად იმ ხელშეკრულების ძალით აჭარაში და სწორად აღნიშნე სამტრედიას შეიძლება დაიკავოს და ახალ ჩვენ სხვა მიმართულებითაც პრობლემები გვაქვს. მუზარ-ბაზარი არ ჩამოვთვლით ახლა სპეციალურად. რა პრობლემები გვაქვს იქ და შეიძლება საქართველოს პირდაპირ თქვა აზერბაიჯანსაც შეუძლია რომ რაღაცა გააკეთოს ისეთი რომ დაიცვას თავისი აზერბაიჯანის მოსახლეობა. რა გადარჩება საქართველოსგან?
რა გადარჩება საქართველოს? და ამას აკეთებდნენ ყოველთვის დემოკრატიის საბაბით აქაურები. ხო გახსოვთ 91 დემოკრატია. ზურაბიშვილის წინა პარტა მთავრობა, მთავრობა, რომელიც ატარებდა იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკასაც სააკაშვილის მთავრობა ატარებდა აქ და რა პოლიტიკასაც ცდილობს გაატარებს ის, ვინც ახლა უნდა მოსვლა ხელისუფლებაში. ხან თურქებთან თანამშრომლობდა, ხან გერმანელებთან, ხან ინგლისელებთან და იტალიელებთანაც კი. გაყიდული ქონდა საქართველოს და გასხვისებული ქონდა საქართველოს. აი, იგივე გამეორდება ჩვენ. ბატონ თემურ, თქვენი აზრით ვითარება რა სცენარი შეიძლება ისახებოდეს ისეთი, რომ აი ეს ვითარება რაც ეხა ჩვენს ქვეყანაშია და ვითარება დაალაგდება იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება მივა ხალხთან. ქართული ოცნება მაქსიმალური მობილიზაცია უნდა გააკეთოს. კიდევ ერთხელ მოუწოდოს როგორც ბიძინამ, კიდევ ერთხელ მოუწოდოს და დაუჩოქოს ხალხს. და ალბათ ბიძინამაც უნდა გააკეთოს ეს ბიძინა პირველ რიგში რომ მთელი საზოგადოება დაირაზმოს მშვიდობიანად რა თქმა უნდა აი ამ საშიშროების წინააღმდეგ და ეს რომ გაიაზროს მოსახლეობა ამისთვის უნდა იყოს შეხვედრები ყველგან. ბატონო ედიშერის, ჩვენი ძალებით, ქართული ოცნების ძალებით, ვისაც კი რამე ავტორიტეტი აქვს, აი საერთო სახალხო კრება უნდა იყოს მოწვეული ფილარმონიაში და ამ საშიშროებაზე უნდა იყოს საუბარი, რასაც ჩვენ საუბრობთ აი აქ. თუ ხედავთ ამ გზაობას ხელისუფლებას? მე ვერ ხედავ ამას ჯერჯერობით. ერთადერთი კაცია, რომელსაც საშიშროება წარმოუდგენია, ბიძინა ივანიშვილი. მე სხვას ვერ ხედავ, რომ აი ასე კონდეს წარმოდგენილი ეს საშიშროება, როგორც ახლა ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ეს საშიშროება. ძიმე მდგომარეობა ისე არ არის საქმე. მათ უკან, აი ამ სალომეების და მათ უკან უზარმაზარი თანხები დგას, თანხები და უზარმაზარი ძალები დგას. ჩვენ არ გვაქვს დამშვიდების საშუალება. ნამდვილად პრეზიდენტს აი ახალწლამდე ეს რა თქმა უნდა ჩვენი პოლიცია დავალება აქვს მიცემული პირდაპირ ისა გახარია ლაპარაკობს ახალწლამდე ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ. აი ეს მდგომარეობა, ისინი ყველაფერზე არიან, სისხლის ყურაზე წავლენ და პოლიციამ და ძალოვან სტრუქტურებმა უნდა შეეკავონ ეს მდგომარეობა და პარალელურად უნდა იყოს მუშაობა საზოგადოებრიობასთან, საზოგადოების ყველა ფენასთან, შეხვედრები უნდა იყოს ადგილებზე, რასაც ისინი აკეთებენ სხვათა შორის. ისინი ესე მუშაობენ. აი ეს უნდა გააკეთოთ. ამისკენ მოუწოდეთ მე კობახიძეს და სხვებსაც. ვინც ახლა იგზი ხართ პარლამენტში. არ შეიძლება ამის ასე რაღაცა ყურადღების გარეშე დატოვება საქართველოს მოსახლეობის ძალიან ბევრი ფენისა, რომელიც ჩართული არ არის. აი ამ მოძრაობაში და რომელსაც შეუძლია ეს ყველაფერი ჩააცხროს ყველაზე ეფექტურად. ბატონო თენგო კიდე ერთი რამე დაგითხრა, და ვასრულებ ამ მიმდინარე უზარმაზარი ცვლილებების ფონზე ჩვენ როგორც ჩვენი წინაპრები იტყვიან ბალი 10 შაურია არავინ არ გვეკითხება მსოფლიო ბაზარზე. ჩვენი მთავარი ამოცანა ჩვენი ფიზიკური გადარჩენა ქართველი ერის და ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენა. აი ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და თუ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, მაშინ რა პირით უნდა მივიდეთ, როდესაც წავალთ იქ ჩვენს წინაპრებთან. აი ამით მინდა ჩემი ამერიკა მოერევა თუ რუსეთი ამაზე ხოცავთ ქართველები დღესაც ერთმანეთს აი ხა ნორმალურები თუ არ და სხვა შორის აი მართლაც მაყურებელსაც მინდა უთხრა ჩემი აზრი ის რომ საფრანგეთის პრეზიდენტი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს და ბოლო 2-3 დღეა ძალიან აქტიურად ჩაერთო ამ ყველაფერში ეს უნდა იყოს მტკიცებულება ჩვენთვის ყველასთვის რომ აქ უკვე პროცესი მართლა აი რუსთაველზე ვიღაც ჭიჭევაშაძეების დონეზე აღარ წყდება და საფრანგეთის პრეზიდენტი არ არის ის დაქირავებული პრესამსახური რომ ძალიან დიდი ძალები არის უკვე ამ ყველაფერში ჩართული ეს უნდა იყოს ალბათ ამისი მტკიცებულება და ეს კიდევ ერთხელ გმართებს ამ საკითხზე დაფიქრება იმიტომ რომ ნამდვილად არ გვაქვს ბატონო თემურ დაგეთანხმებით ჩემი აზრითაც დამშვიდების საფუძველი ჯერჯერობით. დიდი მადლობა ბატონებო გადაცემაში მონაწილეობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. შეგახსენებთ რომ ბატონი edi შერგვენეტაძე, ისტორიკოსი და ბატონი თემურ ფიფია პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი გახდათ ჩვენი გადაცემის სტუმრები. მე მადლობას გადაგიხდით. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ და ორ შაბათამდე დაგემშვიდობებით. კარგად წვანდებოდეთ.